რაელის ბავშვი ან ქალს, რომელიც ქმართან დაშორებას აპირებს. ზოგადად, ბავშვებით ხელში ქმრისგან გაქცევა, იგივეა ფეხის ბორკილებით, რომ ციხიდან გაიქცე. თითქოს და თავისუფლებაზე ხარ, მაგრამ შორს გაქცევა არ გამოგივა. ქალი ჯერ ვერ ხვდება რაელის წინ, იმიტომ რომ ურთიერთობების ბაზარზე ბავშვებით ხელში ჯერ არ გასულა. და დაშორებული ქალების TikTok ვიდეოებმა და კომენტარებმა არ უნდა მოგატყუოს. ისინი ბედნიერების იმიტაციით არიან დაკავებული. უბრალოდ ერთმანეთს ანუგეშებენ და მეტი არც არაფერი აქვთ დარჩენილი. მე ახლა ძალიან დეტალურად აგიხსნი აბსოლუტურად ყველაფერს. ხოლო გაიგებ თუ არა, ეგ უკვე შენზეა დამოკიდებული. მე წყარომდე ჩაგიყვან, მაგრამ წყალს ძალით ვერ დაგალევინებ, ეგ შენ უნდა ქნა. როდესაც ქალებთანაც ვატარებდი კონსულტაციებს, შენნაირი ქალების დამშვიდება და მათი ცრემლების მოწმენდა მიწევდა ჩემს მხარზე. იცი რატომ? იმიტომ რომ ისინი წლების მანძილზე მარტოები არიან. მამაკაცები კი არიან მათ გარშემო, მაგრამ ეგ მამაკაცები სულ იცვლებიან. სიყვარულს ეფიცებიან, ატყუებენ, აჯერებენ, საწოლში შეათრევენ, გამოიყენებენ და მიდიან. ჩვენ, კაცებმა ხომ ვიცით როგორც მუშაობს მამაკაცის ლოგიკა. როდესაც მამაკაცი იგებს რომ ქალს ბავშვი ჰყავს და ქმარს გაშორებულია, ის ეგრევე იმას ფიქრობს რომ ეს ქალი ტვინს არ გაბურღავს თავის დაფასებით და მარტივად დაიკერებაო. არ სჭირდება რესტორნები და საჩუქრები და საერთოდ მადლობა უნდა თქვას საღამოს მანქანით რომ ავიყვან კარგ ხედზეო. ყოველმა ჯემალი მიცის რომ თუ ქალს ბავშვი ჰყავს, მასთან დიდად გაჭინთვა არ არის საჭირო. მივიდა, მოინახულა, წამოვიდა. იმიტომ რომ მას არ აქვს მოთხოვნების წაყენების უფლება, მას ხომ შვილი ჰყავს. არ უნდა და კარგად იყოს, ის კარგავს და არა მე. მაგალითისთვის ავიღოთ 35 წლის ქალი, რომელსაც საშუალოზე ოდნავ უკეთესი გარეგნობა აქვს. მისი ინბოქსი იქნება გატენილი სხვადასხვანაირი მამაკაცებით. ვიღაც მოწესრიგებულ მამაკაცებს და მათ შორის წარმატებულ ბიზნესმენებს აქეთ დაბრაკავს და დააიგნორებს ხოლმე. ეს ძალიან დაბალია, იმას ცოტა ნაოჭები აქვს, ამის ნიკაპის ფორმა არ მომწონს, ეს კიდე მოსაწყენია, შემდეგი გამოუშვითო. ხოლო იგივე ქალს რომ დაუმატოთ პროფილში 7 წლის შვილის ფოტოც, ვითარება რადიკალურად შეიცვლება. ჯერ კიდევ გუშინის იყო ექსკლუზიური პროდუქტი, დღეს კი უკვე მამაკაცთა 90% აქეთ ბრაკავს მას. ჯერ კიდევ გუშინის დეგუსტირებდა საუკეთესოებს შორის, დღეს კი ნარჩენების გადარჩევა უწევს. უბრალოდ წარმოვიდგინოთ, ვიღაც სტანდარტულმა საშუალო სტატისტიკურმა მოგულავე მამაკაცმა გაიცნო სასიამოვნო გარეგნობის ქალი. და საუბრის მიმდინარეობისას ირკვევა რომ მას ჰყავს შვილი. პირველი რა აზრი მოუვა თავში. სამწუხაროა რა თქმა უნდა, მაგრამ არაუშავს, ერთჯერადად გამოდგებაო. ხოლო თუ მამაკაცი მაინც იწყებს მასთან ურთიერთობას, მაგასაც მხოლოდ ერთი პირობით აკეთებს. რომ ეგ არის მისთვის დროებითი ურთიერთობა. ის ფიქრობს, დროებით გამოვიყენებ, ყველა მისვენს ბოლომდე გამოვწურავ, სანამ სხვა ქალს, სანამ თავისუფალ ქალს არ ვიპოვიო. ანუ მამაკაცთა უმრავლესობისთვის ბავშვიანი ქალი არის ავტოსტოპივით. ჩაუჯდა ცოტა ხანი იმგზავრა, ჩამოვიდა და წავიდა თავის გზაზე. ჩვენ ხომ ხვდებით რომ მამაკაცთა ელიტარული ნაწილი ბავშვიან ქალს არც კი განიხილავს, უბრალოდ გვერდს აულის. ზუსტად ამ მიზეზით ბავშვიანი ქალი ხვდება ყველაზე დაბალრანგიან მამაკაცთა სამიზნეში, რომლებიც უარესებზე უარესები არიან. ნარცისები, პიკაპერები, ფსიქოპატები და უბრალოდ დებილები. და აი ამ საწყალ ქალს ისინი აქტიურად ტანჯავენ. ერთი ბინძური ხელიდან მეორე ბინძურ ხელში გადადის. ამაზე თავისთავად საჯაროდ არავინ ისაუბრებს, იმიტომ რომ არაპოპულარული და არასასიამოვნოა. ზუსტად ამ მიზეზით ბავშვიანი ქალი ხდება სერიული მსხვერპლი. მას ჰყავდა ჯემალი, ნიკუშა, გიო, დათო და ყოველი მათგანი მას რაღაცას პირდებოდა. მაგრამ ყველა მათგანმა ის უბრალოდ გამოიყენა და გადააგდო. ანუ ბავშვიანი, ქმარს გაშორებული ქალი არის ყველაზე მოწყვლადი ქალთა ჯგუფი. გასაგებია რომ საჯაროდ ამას არ იტყვით, მაგრამ თქვენს თავთან მაინც იყავით გულწრფელი. თქვენ რომ გწოდნოდათ რომ აი ეს რეალობა გელოდებოდათ წინ, მე დარწმუნებული ვარ რომ ქმარს არ დაშორდებოდით. ხო და ახლა სხვა ქალებსაც წირავთ ამ უბედურებისთვის მაგ თქვენი ტყუილი ვიდეოებით და კომენტარებით. ბავშვიანი ქალი რომელსაც ახალი ურთიერთობის დაწყება უნდა, ხელმიუწვდომელ გოგოშკას ვეღარ თამაშობს. ხოლო თუ ხელმისაწვდომი ხდება, მაშინ მას იყენებს ყველაზე ბინძური მამაკაცთა კლასი. ნებისმიერი ქალი რომ ავიღოთ, რომელსაც მაგალითად 10-დან 8 ქულას მივანიჭებთ გარეგნობაში. დავამატოთ მანდ ერთი ბავშვი და მომენტალურად 8-დან ჩამოვა 4 ქულაზე. ეგ იგივეა მერსედესი რომ იყიდო 400.000 გარბენით. და მაგას იზამს ან გმირი, ან უბრალოდ შტერი. და თქვენ იცით რომ არსებობს მამაკაცთა კონკრეტული კატეგორია, რომელიც მიზანმიმართულად ეძებს ბავშვიან ქალებს. მათ იციან რომ ეგ არის ოქროს თევზივით. შეუძლია მასთან იცხოვროს, შეუძლია მისი საკვები ჭამოს, შეუძლია მასთან დაიძინოს და სანაცვლოდ არაფერი მისცეს. უბრალოდ ლამაზი სიტყვებით პერიოდულად მანიპულირებს და მორჩა.
რამდენიმე თვეს, ზოგ შემთხვევაში რამდენიმე წელიც კი იცხოვრებს მაგ ოქროს თევზთან, რომელიც მის საბაზისო სურვილებს შეასრულებს ხოლმე. ხოლო როდესაც ქალი მიუხვდება მოტივაციას, უბრალოდ შემდეგ მსხვერპლს მონახავს. როდესაც ბავშვიანი ქალი შორდება ქმარს, მისი მამაკაცთა მიმართ დაკვეთა ნელ-ნელა ქვემოთ ჩამოდის. დაშორების პროცესში და მომდევნო რამდენიმე ხნის მანძილზე მას წარმატებულ და ელიტარულ მამაკაცთან შეხვედრის ოცნებები აქვს. ცოტა ხნის შემდეგ უბრალოდ რომ მუშაობს, მას ეცეც თანახმა. ცოტა ხნის შემდეგ რომ არ სვამს, მას ეცეც თანახმა. შემდეგ კი უკვე სულ ერთია, ოღონდაც აქეთაც უნდოდეს მამაკაც და არსად წავიდეს. პირადად მე არაერთი ბავშვიანი ქალი ვიცი, საკმაოდ სიმპათიური გარეგნობის და მატერიალურადაც უზრუნველყოფილი, რომლებიც მზად არიან რომ აქეთ მიხედონ და უზრუნველყონ მამაკაცს. მაგრამ მაინც ვერ პოულობენ ვერაფერ ღირებულს. სულ ვიღაც იდიოტები ხვდებიან მათ. როდესაც ქალი მიდის თავისი ქმრისგან, ის იხსენებს იმ თავისი პოპულარულობის პერიოდს, რომელიც ქმრამდე იყო. და ამ გულჩვილ და შტერ გოგონას ჰგონია, რომ ახლაც იგივე იქნება. მაგრამ იგივე არ იქნება. თუ ქალს ერთი შვილი ჰყავს, ეგ უკვე პოტენციური კანდიდატების -70%-ია. ორი შვილი -90%-ია. ხოლო სამი შვილით არავინ არსად არ წაგიყვანს. ჩემი დაკვირვებით, უმეტეს შემთხვევაში ბავშვიანი ქალი ცოლად მოჰყავს მამაკაცთა კონკრეტულ კატეგორიას, რომელსაც აქვს დრამატიზაციისკენ მიდრეკილება, რომელსაც სასიყვარულო ფსიქოზისკენ აქვს მიდრეკილება. რა თქმა უნდა, სასწაულებიც ხდება. რაღაც ერთეული შემთხვევებით შეიძლება იყოს. შეიძლება მას ძალიან კეთილი მამაკაცით შეხვდეს. მაგრამ მასეთ მამაკაცს ქალიც უნდა შეესაბამებოდეს. კრისტალივით სუფთა უნდა იყოს ქალი. სხვა შემთხვევაში მასეთ მამაკაცს არანაირი მიზეზი არ აქვს, რომ კონკრეტულად ეგ ქალი აირჩიოს. ზუსტად ამიტომ ბავშვიანი ქალები როგორც წესი დრამატიზატორ ფსიქებთან იწყებენ ურთიერთობას და თავისთავად ეგეც დროებითია. ანუ გამოდის, რომ ბავშვიანი ქალი ვალდებულია აირჩიოს მამაკაცთა იმ კატეგორიიდან, რომლისკენაც ადრე არც კი გაიხედებოდა. მთელი ტრაგედიაც მაგაში მდგომარეობს, რომ მას ვისი არჩევაც უნდა, იმათ ეს აღარ უნდათ. ხო და გამოდის, რომ არჩევანის საშუალება თითქოს და აქვს, თითქოს და მის გარშემო ვიღაც მამაკაცები ტრიალებენ. მაგრამ ეგ მამაკაცები არ არიან ისინი, ვინც მას უნდა რომ იყვნენ. ეგ იგივეა შვედური მაგიდა, რომ მოაწყო რაღაც დაბალხარისხიანი და უგემოვნო საკვებით. თითქოს და მრავალფეროვანია, მაგრამ არაფერი ვარგად და ჭამაც არ გინდება. შვილი მყავს, აი ამ ფრაზას როგორც კი იტყვი, მამაკაცთა 90% ეგრევე რადარიდან გაქრება. ხოლო უმეტეს შემთხვევაში დანარჩენი 10%, ვინც დარჩება, შედგება შემდეგი ტიპის მამაკაცებისგან. წარუმატებელი ლოხი, რომელსაც არ გამოსდის ქალებთან ურთიერთობა და რომელმაც არ იცის სად უნდა წავიდეს. მანიპულატორი ნაგავი, რომელმაც იცის, რომ ბავშვიანი ქალის მართვა და სათავისოდ გამოყენება მარტივია. დრამატიზატორი ფსიხი, რომელსაც რეალური, ახლო ურთიერთობა უბრალოდ არ შეუძლია. და მდგმური, მსახლობელი, რომელიც დროებით იქნება შენთან სანამ სხვას არ იპოვის. აი ასეთი შვედური მაგი და გელოდება წინ. აირჩიე რომელიც გინდა. ჩემი დაკვირვებით ქმარს გაშორებულ ბავშვიან ქალებს დაახლოებით 3 წელი სჭირდებათ, რომ ყველა მათი ილუზია ჩამოინდრეს. ის ფიქრობს, დაშორების შემდეგ მე ჩემთვის ვიცხოვრებო. არაფერიც, შენ ისევე როგორც მანამდე, შენი შვილისთვის მოგიწევს ცხოვრება. მე ნამდვილ სიყვარულს ვიპოვიო. არაფერიც, უკეთეს შემთხვევაში მობინადრეს იპოვი. როგორც იქნა მე ბედნიერი გავხდებიო. არაფერიც, შენ არ იცი ჯერ რა ტიპის შინაგანი ტანჯები გელოდება წინ. შენ მოგიწევს ყოველ დღე შენი თავისთვის იმის დამტკიცება, რომ ყველაფერი რიგზეა. ამისთვის ხან ქალების ფსიქოლოგს დაიხმარ, ხან შენნაირი შინაგანი ტკივილის მქონე ტიკტოკერ ქალებს დაიხმარ, ხან კომენტარებში იპოვით ერთნაირი შინაგანი ტანჯების მქონე ქალები ერთმანეთს და ცოტა ხნით შევსუბუქებთ შინაგან ტკივილს. და იცი რატომ? იმიტომ რომ შენს ყოფილ ქმართან დაბრუნების გზა, შენი სიამაყის მეშვეობით არის გადაკეტილი. ხოლო ახალი ცხოვრებისკენ მიმავალი გზა კი შენი შვილების მიერ არის გადაკეტილი. ადრე თუ გვიან დგება ის დღე, როდესაც ქალი აღიარებს, რომ ბოლომდე ჩაისვარა. მაგრამ როგორც წესი მაგ დროს უკვე ყოფილ ქმარსაც აღარ უნდა ხოლმე ის. ბავშვიან ქალს მამაკაცისთვის თავის შეყვარება შეუძლია მხოლოდ მაშინ, როდესაც ის ჯერ კიდევ თავის ქმართან ცხოვრობს. იმიტომ რომ ის მაგ დროს ჯერ კიდევ ხელმიუწვდომელია. იმიტომ რომ ის ჯემალი შენზე და შენ შვილზე კი არ ფიქრობს, უბრალოდ აკრძალული ხილის მნებით არის დაბრმავებული. ზუსტად ამ მიზეზით ის მოღალატე ქალში, ქალღმერთს ხედავს. და არა თუ ერთ რიგით დაღლილ ქალს, რომელიც ძალიან ცუდი ცოლი და ძალიან ცუდი დედაა. და სულ რომ ეგ რომეო და ჯულიეტასებრივი რომანი რაღაცნაირად გამოვიდეს, მაინც დროებითია. უბრალოდ შეუძლებელია უღალატო ქმარს, უღალატო შენ შვილებს და ამ ფუნდამენტზე ააშენო კარგი და კეთილი ოჯახი. მე, ისე როგორც არავინ, ვიცი რომ ეს ვიდეო ქალების დიდ ნაწილს არ გადაარწმუნებს. ხოლო ვისაც უკვე აქვს ეგ შეცდომა დაშვებული მათში უბრალოდ განრისხებას გამოიწვევს.
თუმცა მე მასაზე არც არასდროს ვაკეთებ გათვლას. რადგან მაგ შემთხვევაში უბრალოდ პოპულისტური რაღაცების ლაპარაკი მომიწევდა, რაც მოკლევადიან შედეგს იძლევა და გრძელვადიან დისტანციაზე აზიანებს ადამიანებს. ამიტომ სულ რომ ერთ ქალს მაინც დაეხმაროს ეს ვიდეო, ჩავთვლი რომ თავისი საქმე უკვე გააკეთა. ვისთვისაც საინტერესოა ეს კონტენტი, გამოიწერეთ არხი რომ არ გამოტოვოთ მომდევნო ლექციები. ლაიქის ღილაკისთვისაც დაჭერა არ დაგავიწყდეთ, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს მწარე, მაგრამ სიმართლე.